მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ კვირის ბოლო 3 და კოსტა. აბაჰო. დღეს თემა გვაქვს ნაც კლასტერი, COVID ნაც კლასტერი და მათი შეტევა ჯანდაცვის სისტემაზე, მინისტრზე და ასე შემდეგ. როგორც COVID სენსიტიური COVID-5-ის კოლაბორაცია. COVID ანგაჟირებული ხალხი ხართ, აქ რომ იცოდეთ და მე მას მუდმივად უწოდებ ამ საქციელს და შურს მისი რა კარგად იქცევა. მოდის და აი თუ შეიძლება ეს სავარძელი რანი აჩვენეთ. ეგ ეკრანში არ გამოჩნდება. გამოჩნდება. აი კარგად სახელური აჩვენეთ თუ შეიძლება. ხო, აი ეს კარგია. ეს იყო სხვა ფერის. ეს არის სპირტით დამბალი. კი. სპირტით დამბალი. არა, მართლა. სპირტი რო გათავდეს რო რაღაცა ამას გავწურავთ და 1 მილილიტრი სპირტი გვექნება. რო დაყნოსო დათვრები. ხო და მოდის და ესე მუშაობენ და ვიღაცეები, ნაცები კონკრეტულად ვითარებას ეს არ არის სახუმარო, ახლა ირონია იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა საერთოდ არ არის სახუმარო, რასაც ვიტყვი, ნაცები ვირუსს უწყობენ ხელს. დავიწყოთ ეს ჩვენი საყვარელი თემაა, თქვენ იცით ეს თემა ძალიან კარგად და დავიწყოთ. რავი, მე ესე იგი ვფიქრობ, რომ მე მგონია რომ რაღაცა ქრონოლოგიურად უნდა წავყვეთ რა ყველაფერს. თავისთავად. მე მახსოვს 26 თებერვალს, როდესაც პირველად დაფიქსირდა საქართველოში COVID ინფიცირებული ადამიანი. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რა მოხდა. ყველა მედია საშუალება ამას აცხადებდა, არ ვიცი, ნეიტრალურად, როგორც ინფორმაციას, რომ აი ესეთი მდგომარეობა. ამ დროს მთავარ არხზე, ანუ ნაციონალური მოძრაობის მედია საშუალებაზე, დიანა, არა, ვინ იყო? ერთი იაკობაშვილი და აი მხიარულად ერთი ის რომ პირველად დაფიქსირდა COVID ინფიცირებული ადამიანი და მე მეორე რა. პანიკა რომ გათავდა პირბადები, ეკონომიკა ჩამოიშლება და ასე შემდეგ. გათავდა პირბადებს თავიდან ის ექსპერიმენტებს ატარებდა რომ ამ პირბადს რო გაიგებ კორონა უფრო დაგემართება. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს პირველი ტალღის პერიოდში, როდესაც ძალიან მაგრად მართეთ ეს ვირუსი. ხო რა, ეს პანდემია, ანუ რა ხდებოდა მთავარი არხიდან? ექიმების დისკრედიტაცია, არ ვიცი, fake, ჩვეულებრივად fake ესენი ინფორმაციები. fake რჩევები, ცხელი წყალი დალიათო და მე დამწრობის ცენტრმა განაცხადა რომ არ დაუჯერებთ, იმიტომ რომ ვიღაცები დამწვარი ხახით მოდიანო რა. ამას დამატებული პირბადეებზე შეტევა, მიშას მერე ლაპარაკი, მერე რომ მიხვდნენ რომ ხა ექიმების თემას ვერ აწევდნენ, მიშამ გამოვიდა და ჩემი მეგობრები არიანო ეგენიო. ჩვენ გვახსოვს ფიზიკური დისტანციის დარღვევა იმ დროს, როცა არ ვიცი, აი მთელი მსოფლიო, თელმა მსოფლიომ ჯერ არაფერი არ იცოდა რა ამ ვირუსზე. პირბადები რო დაარიგეს, ანუ ჩვეულებრივ ბიოტერორისტებად რო დარეგისტრირდნენ რა. გვახსოვს თავარი არხის ჟურნალისტები ამ კარანტინის ნორმებს როგორ არღვევდნენ, როგორ მირბოდნენ ბოქსირებულ განყოფილებებში, COVID ინფიცირებულთან როგორ შედიოდნენ, ანუ ამათ უნდოდათ ნამდვილად შემიძლია მე ვთქვა, ანუ მე პირადად რომ დამკვირვებელი, აი აქტიური დამკვირვებელი ამ პროცესების, მე მაქვს შეგრძნება, დარწმუნებულიც ვარ ამაში, რომ ამათ უნდოდათ ჩვენთან ყოფილიყო უკონტროლო ვითარება. ანუ ეპიდაფეთქება ყოფილიყო. ჩვენ ვნახეთ, ეხლა რაღაცებს აბრალება. ეხლა მეორე ტალღა წამოვიდა და ეს მთელ მსოფლიოში ესეა, ხო? კი ბატონო, ჩვენ რაღაცა შეიძლება ეხლა მაგიტომაც მივიღეთ ეს ახალი რეგულაციები, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა თებერვლისთვის, მაგრამ რაზე ლაპარაკობენ ეხლა დენდროპარკზე, რომ აი ეგ რო გაიხსნა. დენდროლოგიური პარკის კლასტერი არ გაჩენილა როგორც აღნიშნე აღდგომის კლასტერი. და ეგ იყო ზაფხულის შუა რიცხვებში დენდროპარკის გახსნა. ხო გახსოვთ? ზაფხული, შალვა, შემახსენე, როდის იყო ზუსტად დენდროპარკის გახსნა? შუა ზაფხულში, ივლისის შუა რიცხვი. 2 სექტემბერს დაიწყო ახალი ისინი რა, მეორე ტალღა. მანამდე საერთოდ 2 სექტემბერს არ იყო სიმძლავრე ტალღის საერთოდ, ოქტომბერში დაიწყო. ნუ აი რაღაცა ზაფხულში იყო, მე მახსოვს რომ ერთეული შემთხვევები. ერთეული და ხო რა, საერთოდ არ ფიქსირდა. არანაირი კლასტერი არ არსებობს, როგორც ისინი ამბობენ დენდროპარკს. არ არსებობს. ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ არსებობს აჭარის კლასტერი, მაგალითად. როდესაც კლებადი იყო ტენდენცია, ამ დროს შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დისტანციების დაცვის გარეშე და კლების ტენდენცია შეიცვალა რამოდენიმე დღეში და გახდა აღმავალი. ანუ ესენი არიან ადამიანები, ესე იგი ჩვენ და ყველაზე მაგარი საილუსტრაციო ამისი რა. 3 ნოემბერს მიშა ამბობს, რომ COVID არაფერი არ არისო.
3 ნოემბერს ამბობს მიშა, რომ COVID-ი მე მოვიხადე და არანაირი პრობლემა არ არის. 18 ნოემბერს ამბობს, რომ COVID-ი არის ნომერ პირველი გამოწვევა მსოფლიოს. რას დამატებდი? აბა მე მეც ვიტყვი. გესმით? აი ეგ არის ძალიან მაგარი. ამათი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ეგ. აი როგორ აღდგომის პერიოდში ეს ეპოქალური. აღდგომის წინა დღეებში მთელი ოპოზიციური მედია და თავარი სახეები ვინც არიან კვესტასთან დაწყებული ნანუკა ჟორჟოლიანები და გრიგოლიები და ასე შემდეგ ყველა წერდა გაჩენაზე საუბრობდნენ. საერთო კლასტერის გაჩენას თავი დაანებე კაცო მაგაზე საუბარი ლეგიტიმური იყო კაცო. ესენი ყველა წერდნენ რომ ვინც აღდგომის ღამეს ეკლესიაში მოხდათ თქვენ ხართ პოტენციური მკვლელები. კი ბატონო, მახსოვს. ეს ადამიანები აქციაზე ყოველგვარი დისტანციის ნებისმიერ ტიპის რეკომენდაციის დაცვის გარეშე მისული ხალხის შეკრებას, როდესაც ჩვენ ვამბობ, რომ აქედან შეიქმნა კლასტერი, ამბობს, რომ ეს არის სისულელე, ეს არის რაც პოლიტიკური манипуляცია. COVID-თან მიმართებაში არც ერთ ოპოზიციურ არხს და მით უმეტეს პოლიტიკოს არ ქონია წყობრი პოზიცია. ან მუდმივად იცვლებოდა მათი პოზიცია იმასთან მიმართებით, როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით. დასაწყისში იყო, რომ სანამ ლოკდაუნი იქნებოდა, საუბრობდა ნიკა გვარამია, რომ ძალიან დაგვიანებულია ჩაკეტვა, აქამდე უნდა ჩაეკეტათ. გახსოვს ხო, რომ დაანონსა გარდაცვალება რომ დაანონსა ადამიანს, რომელიც გადარჩა. კი. პირდაპირ ეთერში, რომ თქვა, რომ ეს ხალი გარდაიცვალება. შემდეგ როდესაც ჩაკეტვა მოხდა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის დიქტატურა. რეალურად ჩაკეტვა მოხდა, იმიტომ რომ ხალხს წაართვან უფლებები, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. მე მსახალხო დამცველმაც რაღაცა სისულელეები. დისკრიმინაცია, რაღაც დისკრიმინაციულ იმებს, კერებს რო იკვლევდა COVID სასტუმროებში, ხო? ხო, ეგ იყო. მე წავიდა საუბარი იმაზე, რომ როდესაც მოიხსნა შეზღუდვები, საჭიროება არის უკვე შეზღუდვების. არც მოფრინდე, არც გაფრინდე რა, ეგ პრინციპია. არ ყოფილან თანმიმდევრულები ამ საკითხთან მიმართებაში, არც მათი სპიკერები, არც თვითონ მედია საშუალებები. თავარი ყოველთვის იყო ოპოზიციური მედიისთვის ის, რომ რაიმე ტიპის ნეგატიური გაშუქების ფორმა მოეძებნა და შესაბამისად თუ იყო ჩაკეტვაზე ამბობდნენ რომ ეს არის საშინელება, თუ იყო გახსნილი ყველაფერი ამბობდნენ რომ ეხლა ეს არის საშინელება, ზუსტად იგივე სტრატეგიით გრძელდება ეხაც მოქმედება. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერზე იტყვიან რომ დღეს ეს არის უდიდესი პრობლემა. და უდიდესი იტყვიან რომ ეს არ იყო პრობლემა, სხვა რაღაცა. მოდით ეხლა მე ვიტყვი ჩემსას, მეგობრებო, ჩემი აზრით არსებობს და გეგმა გადატრიალების, რომელიც არ შედგა. მაგრამ შენი აზრით არ არის, ეგ ვიცით დამტკიცებული, ფაქტობრივად დამტკიცებულია, რომ არსებობდა ეგ. გადატრიალების გეგმა ფაქტობრივად დამტკიცებულია, რომ არსებობდა, რომელიც არ შედგა, გადავიდნენ გეგმა B-ზე. ეს არის გაზაფხულისთვის, როგორც ეკონომიკის, ისე ების სიტუაციის კვეთრად გაუარესება. როგორც თვითონ თქვეს. და ფიწლებით გამოყვანა, ასე ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების და მასობრივი მღელვარების ფონზე სააკაშვილის დაბრუნება. ის ხო ამბობს, რომ ჯერ მზად არ არის სიტუაცია. აი მაშინ იქნება, როცა 100,000-ობით ადამიანი გააგდებს ქართულ ოცნებას ფიწლებით და ტახტრევანით ჩამოვა. შალვა, როგორც თვითონ თქვეს. ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ვირუსის ხელშეწყობას, იმიტომ რომ თუ ვირუსს ხელს შეუწყობთ და შემდეგ გაიზრდება ლეტალური შემთხვევები, ამ ლეტალურ შემთხვევებს გააშუქებენ არხები, ტრაგიკულად, ასე ვთქვათ, არქიტრაგიკულად, სუპერტრაგიკულად, ფეიკების მოშველებით, რა თქმა უნდა, მაშინ მთელი ერი, ქვეყანა ჩავარდება ძალიან ღრმა დეპრესიაში, ისედაც არ აქვს დახინებული ჩვენ ქვეყანაში ხალხს საქმე, არ აქვს და ამ ფონზე უფრო იოლია აი ესეთი სოციალური თუ სხვა სახის მომენტალური აფეთქების პროვოცირება. ამ გეგმის, ეს არის ძალიან მკაფიო ნათელი გეგმა. ინსტრუმენტად გამოიყენება. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი არის სამედიცინო პერსონალის და მათი უმაღლესი მენეჯმენტის, პოლიტიკური მენეჯმენტის სრული დისკრედიტაცია. შესაბამისად, ძალიან იოლია, როდესაც შენ აჩვენებ გარდაცვლილს, აჩვენებ გლოვას და ეს შემზარავია, ეს ტრაგედია ყველა ადამიანზე მოქმედებს და შემდეგ ამას თან ატან რომ ეს ადამიანი გადარჩებოდა, რომ არა ტიკარაძე დავუშვათ, ხო?
რომ არა, ტიგარ და რომ არა ქართული ოცნება. არა, ამ შემთხვევაში რატომღაც სამხალზე არის განსაკუთრებული დარტყმა. ნუ ჯანდაცვის მინისტრი გასაგებია. იმიტომ რომ უყურებთ ამ კამპანიას. ეხლა რა ხდება? ტიკარაძე რატო ამოიჩემეს ტიკარაძე, ხო? იმიტომ რომ თუ ტიკარაძეს დაარტყავენ, ისევე როგორც დავუშვათ პოლიციაზეც რატო იყო ესეთი შეტევები, მაშინ ძალიან იოლია თელს ამ სისტემაში რა ქვია, რყევა, სისტემის რყევა არის ძალიან იოლი და სისტემის რყევით ძალიან ცუდი შედეგები მიიღება. ამასთან მე ვაკვირდები რას რომ აი როგორ შეიძლება ტიკარაძე დაიცვა, ხო? არის თუ არა ამის არგუმენტები? რა თქმა უნდა არის ეს არგუმენტები. ეს არგუმენტები მწყობრია, ეს არგუმენტები ტიკარაძის მხრიდანაც ისმის ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სპიკერების მხრიდან და ბოლო-ბოლო რო გადავხედოთ სოფლიოს საქართველოს ფეხზე დგას ისევ და სხვაგან არის ცუდი მდგომარეობა ძალიან. მაგრამ ეს არგუმენტები ისევ როგორც ძალიან ბევრ სხვა შემთხვევაში ამ სექტის თავში არ შედის. უბრალოდ არ შედის. აი რაღაცა გლუვი კედელია და არ მიდის. მოდი საკითხს ახლა კიდე სხვანაირადაც შევხედოთ რა, როცა ჩვენთან იყო პირველი ტალღა, ხო? შემიძლია ვთქვა ესე, რომ ჩვენ გვქონდა იმის ფუფუნება, მაგალითად ზაფხულში, რომ გვეცხოვრა ძველი ნორმალური ცხოვრებით. ამის ფუფუნება არ ქონდა არც ერთ განვითარებულ ქვეყანას. ანუ პირველი ტალღიდან მოყოლებული, ხო? ჩვენ ვიყავით მთლიანად ორიენტირებული პრევენციაზე. ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს ორი ტალღა, არ შეიძლება მეტიც და როგორც ფაუჩიმ თქვა, 22 წლამდე აი ეს ვაქცინაციის პროცესი საბოლოოდ ეს საკითხი არ ამოიწურება რა. ეს არის დიდი პროცესი. შესაბამისად, ხო, მოსალოდნელი იყო ჩვენთან ასეთი რაღაცები, ანუ ზრდა ინფიცირებულთა რიცხვის, თუმცა მაგიტომაც არის ეს ანუ ხო ნახე რა როგორი პრინციპი იყო. ერთი მხრივ გელაპარაკებოდნენ რომ აი ესენი ჩაკეტვას აპირებენ, თქვენ გამოგკეტავენ ისევ სახლში, მერე თუ მერე დაიწყებდნენ რომ აი რატო არ გკეტავე, რატო არ მიიღეს რეგულაციები, ანუ არც მოფრინდე, არც გაფრინდეს პრინციპი არა. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა არის ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფრის ფასად, ყველაფერს გამოიყენებს, რათა ძალაუფლება დაიბრუნოს, ძველი წესწყობილება და ძველი სიდიადე აი მაგას შენატრიან. შესაბამისად, ყველაფერი მაგას ვამბობ, ანუ ამას ამტკიცებს რა 3 ნოემბერს მიშა ამბობს, რომ კოვიდი არაფერი არ არის, 18 ნოემბერს ამბობს, რომ კოვიდი არის ნომერ პირველი პრობლემა. აი ამას ამბობს იმიტომ, რომ აქციაზე გაიყვანოს ხალხი მანამდე 3 ნოემბერს. ერთი მხრივ ამბობს, რომ ექიმები არიან აი ეს სამბუშკეტერად წოდებული, ხო? ცერცვაძე, იმნაძე, გამყრელიძე, ესენი არიან, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის მტრები მერე ამბობს რომ ესენი იყვნენ და არიან ჩემი მეგობრები. მიშა, ანუ ჩვენ უყურებთ რომ ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ სიმყარე არ გააჩნია. რასაც უნდა იმ თემას მოვაჯდება რა. ნაციონალური მოძრაობა ეხა არის შოკურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჯერ-ერთი მართლა უნდათ გადატრიალება, მართლა ეგონათ რომ თუნდაც რამოდენიმე 10,000 მომხრეს გაუკეთებდნენ მობილიზებას. ჩვენ უსმინეთ იმ ჩანაწერებს, რომელიც გავრცელდა და ნახეთ, კაცო, 500-1000 კაცი ცესკოსთან ხო იძახდა ეს კა და ეს რა ქვია იმას კუპრავა. ჩანაწერები ვნახეთ და მე ასევე ვნახეთ აგერ გუბაზე როგორ გამოვიდა შალვა თელაშვილი ალტერნატიული პარლამენტიო და რეებს ამბობენ. არ ეგონათ მათ, არ ეგონათ რომ ხალხი არ აყვებოდა. არ ეგონათ უბრალოდ და არამც თუ ხალხი არ აყვებოდათ, დაუკვირდით პარტიები, 8 პარტია, ხო? თუ დაუშვათ სხვებს არ უნდათ რევოლუცია, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ხო? არც მოხდება რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ხო ბოიკოტის რეჟიმში არიან გაჯიუტებულები. ნაციონალურ მოძრაობას 10,000, 15,000 დამკვირვებელი ყავს მთელი საქართველოს მასშტაბით, ხო? პარტიული აქტივი ალბათ 1,500, 800 კაცია თითო რეგიონში. ისინი არ ჩამოვიდნენ. ისინი არ გამოდიან. არა თუ ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა, ხო, ბევრმა ხმისა, 500,000-მა მისცა. არამც თუ ეს, თვითონ ვინცაც ფულს უხდიან, ვინც
პარტიის ციგნაკს დაატარებს ვინც რაღაცა ევალება. არავითარი რევოლუცია, ანუ მე არ გამოდიან გარეთ. საერთოდ მე თავიდანვე ამ საკითხზე საუბარიც კი არ მინდოდა რა, იმიტომ რომ ჩემი საუბრით ტირაჟირებას ვახდენდი ამ იდიოტური აზრების რა, იდიოტური ოცნებების, რომ ვიღაცას ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო არის, მათი მხრიდან რევოლუციაზე ფიქრი. ეგ ჯერ ერთი რევოლუცია არ არის, ეგ იქნება უფრო კონტრრევოლუცია. კონტრრევოლუცია რას ნიშნავს რა? ხო რა, ესე იგი ძალადობრივი ძალადობრივი ჯგუფი, რომელსაც სურს ძველი წესწყობილების დაბრუნება რა. ეგ არის კონტრრევოლუცია და არავითარი რევოლუცია მერე ნუ მილიონი ფაქტორია სხვადასხვა განმასხვავებელი, მაგრამ საკითხი რაში მდგომარეობს რა. ეს რევოლუციური სცენარი არის აი იმდენად ფანტასტიკის სფერო, მარტივი არითმეტიკითაც შეგვიძლია რომ განვიხილოთ ეს საკითხი რა. აგერ ხო 9 მილიონმა ხომ ისახმა თქვა. კი. 2012 წლიდან 8 წლის განმავლობაში ერთი საპროტესტო აქცია არ ყოფილა ოღონდ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული. სადაც არ ვიცი 10,000 კაცამდე იყო. ყოფილა? მართლა გეკითხებით რა, მე არ ციფრა 10,000 ვერ შეაგროვეს ვერც ერთი მობილიზაციით რეგიონებიდან ჩამოყვანი. აი რევოლუციური პათოსი როდის იყო იცი? 2012 წელს რა, როცა ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი მოქალაქე ქუჩის ბიჭიდან დაწყებული, წარმატებული ტიპით დამთავრებული და პენსიონერით დამთავრებული. კიდე ხელს მოაწერდა იმ პერიოდს ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი გზით გადაყენებაზე. და მაშინ გამოვიდა ხალხი 300,000-მდე ადამიანი. აი, ეგ იყო რევოლუციური განწყობა, თუმცა 523,000 პოლიტიკურმა ელიტამ უარი 523,000 ჩვენმა მოქალაქემ მისახმა ნაცებს. 523,000 ძალიან დიდი ციფრია, ძალიან. ნუ ეგ საკითხი რატო არის ამდენი? ეს სექტა არ არის, არ შეიძლება 523,000. არა, რა თქმა უნდა. მათში არის სექტა. სექტა რო იყოს, მაშინ არა, ვითარი სექტა კაცო, ეგ არის განაწყენებული ადამიანი. თუმცა მათ შორის სექტა არის. ძალიან ცოტა. ხო, მაგრამ ბირთვი არის კაცო, როგორ არ არის? მაგის 10% იქნება სექტა იყოს, მაშინ გამოვიდოდა 523,000-დან მათ აქციებზე თავს არ ეყრის 3,000. სხვა პარტიებს თავიდან დავუშვათ, სხვა პარტიებს არ აყავს ამორჩეველი, არ ყავს დაფი, არამე არ. რა გამოდის რომ 10%-იც არ მოდის, 5%-იც კი არ მოდის. არა, 5% ერთია რომ არ მოდის და მან კიდე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცაა რა. კიდე უფრო მნიშვნელოვანი რომ ერთი დღეც ვერ აკეთ. ანუ მეორე დღეს ვეღარ აგრძელებენ და ჩვენ გვახსოვს მაგალითად კაროების ქალაქი როცა იყო ჩვენ და 2007 წლის პერიოდები რა თვეობით იჯდა ხალხი, ყველაფერზე მიდიოდა, ყველაფრის დაკარგვაზე იყო თანახმა. თვეობით გრძელდებოდა საპროტესტო ბუხტი, ხო გახსოვს ეგ? კი. ეხლა კიდე აი 2-3 დღე ვერძლებენ, იმიტომ რომ ის არის პარტაქტივი. ეხლა ჩვენ გვახსოვს ხო, რამდენი აქცია გაგვიშუქებია რა, რომ რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი ფული გადახება, არც იციან რა საპროტესტო. არა, მე მთლიანად პატივს ვცემ ასე ვთქვათ, გაბრაზებული ადამიანის ფენომენს, რომელიც გამოდის ქუჩაში აპროტესტებს, არ არის ანგაჟირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, არ არის აფილირებული და ასე შემდეგ. და ეს ჯანმრთელი პროცესია და ესეც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც შენ მთლიანად ნაც პარტაქტივისტი ხარ და ესე იგი გინდა იმათი დაბრუნება და ეგ არის მიზანი და აღარ გაინტერესებს უკვე პრობლემა რა საპროტესტებ, ეგ აღარ არის პროტესტი. მაგას პატივს ვერ ვცემ, იმიტომ რომ ეგ პროტესტი აღარ არის. ეგ პარტიული აქტივობაა. მე ტრაგედიის ადამიანური ტრაგედიის ინსტრუმენტად გამოყენებას, ანუ PR-ში და პროპაგანდაში თავარი რასაც იყენებს ნაციონალურ მოძრაობაში, ეს ამის თავარი არხი მთელი წლის განმავლობაში არის ეგ, რომ ადამიანური ტრაგედიის პოლიტიზირებით, ისე გაშუქებით, რომ ეს ადამიანური ტრაგედია თავიდან არიდებული იქნებოდა რომ არა ქართული ოცნება და რომ ყოფილიყავით ჩვენ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ამაზე იყო თავი კოვიდეს ზუსტად იგივე დაიწყო, იგივე იყო შაქარაშვილის საქმეზე, იგივე იყო ბაჩალეიშვილის საქმეზე, ეხლაც რაც კოვიდის შედეგად გადასულ ადამიანებსაც იგივე საკეთებენ, ხო? ძალიან საინტერესო რაღაც არის, გუშინ წინ ჩაუჭექი დამაინტერესა გიორგი შაქარაშვილზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შოუები და თეატრალიზება რაც კი გააკეთეს ტრაგედიის იყო იმ გოგონაზეც რა თქმა უნდა. კი, მაგრამ წყალში მაგაზე არ შევიდა. კარგი რა. ანუ ეგეთი რაღაც მე არ მინახავს. ანუ ეგ ხო იყო, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაჩენა, ხალხში იმ გრძნობის გაჩენა, რომ
ეს მოკლა სახელმწიფომ, ხელი დააფარა სახელმწიფომ. ბოდიში ჩავამატებ რაღაცას და განაგრძე. შაქარაშვილის საქმე თუ გახსოვთ, რას მიაბეს, რისი მცდელობა ჰქონდათ გირგვლიანის საქმეს. ხო გახსოვთ ეგ? ხო, ანუ ეგ უბრალოდ არ გამოვიდა და ვინ მიაბა? ნანუკა ჟორჟოლიანმა, გიორგი თარგამაძემ და მერე ნიკა გვარამიამ. ხო, და მცდელობა რა არის, რომ ან იმიტომ რომ მათ იციან რომ მაგალითად გირგვლიანის საქმეზე რომელიც მართლა სახელმწიფომ მოკლა, ასო მოძრაობის დროს ხალხი იყო აღშფოთებული და ამას მოყვა ძალიან მრავალაციანი მიტინგები და ასე შემდეგ, იქნებ იგივე გავაკეთოთ სცენარი არის. გიორგი შაქარაშვილზე მოკლედ მთელი რომელთვეს იყო აღარ მახსოვს, მაგრამ მთელი ზაფხული კეთდებოდა ისეთი გადაცემები და ეძღვნებოდა გადაცემები, სადაც უკვე შენ გახსოვს რა, რომ მშობლებმა გარდაცვლილის მშობლებმა სახალხო დამცველს მიმართეს, რომ თავარი არხის ბულინგისგან დაგვიცავიო. ანუ ეგეთი რაღაც მოხდა. და სადაც ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე და ოჯახს არ აინტერესებს სიმართლე. თავარი არხი ამბობდა. და სექტემბრის შემდეგ გიორგი შაქარაშვილზე არ გაკეთებულა არც ერთი გადაცემა. მიუხედავად იმისა, აღარ ჭირდებათ და იმიტომ ნული გადაცემა არის მიძღვნილი ამ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოება გრძელდება. განაჩენი არ დგა. განაჩენი დადგა, იმას გამოუტანეს 5 თუ 6 ადამიანი, ვინც ბაჩო, კოვიდზე გაიზარდა, ინფიცირებულთ არის და ვიღაც აინტერესებს. ეხლა აგერ არ არის ანგელოზივით თემა. ანგელოზივით ბოროტება. აბა რა, წინა საარჩევნო ცდილობდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე ყოფილიყო მათთვის ინსტრუმენტი, რომელთაც აღელვებდნენ ხალხს. ახალი გირგვლიანი. ხო, ახალი გირგვლიანი სქემა, რომ ნახეს, რომ ამან არ გაამართლა. სექტემბერში, სექტემბრიდან ბიჭო ერთი გადაცემა არ მიძღვნია ამ თემას. ერთი. არც ერთ ახზე. თავარი არხი. სხვაგან არ მინახე, თავარი არხი ვნახე. გეკითხები, რატომ მიეძღვნებოდა მეთქი? ხო, და ანუ სხვა რაღაცა სხვა იმაზე მივდივარ, ანუ მაყურებელს ვეუბნებით ამით, რომ რაც იცოდა ჩვენმა მაყურებელმა იცოდა, მაგრამ თუნდაც ხო იყო ვიღაცა, რომელიც ამბობდა, რომ ესე არ არის, რომ ეს არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ასე შემდეგ. ხო არის შეიძლება ეგეთი ბულუყილო ადამიანი რბილად რომ თქვა. იყოს მათ ვეუბნებით, ან კიდევ ერთი არგუმენტი მოგყვავს, რომ დიახაც ეს თემა იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაც არეულობის შესახებ. ყველა ეგრე ფიქრობდა, მე თუ მკითხავ, ახლა ჟურნალისტი რო იტყვის და ვიღაც ნიკა გვარამია, რომ ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთ მიუხედავად იმისა, ოჯახს ეს სურს თუ არა და დედიზა მამის. ან ეგ გვარამიამ არ თქვა, ეგ თქვა ადეიშვილმა. ადეიშვილმა თქვა და გვარამიამ დაადასტურა იმ კვირაში, მახსოვს, მე გავაკეთე მაშინ მედის როგორ არა. ჩვენ ხელისუფლებაში მოვ დავიჭერთ. დავიჭერთო მათ შორის ოჯახის წევრებსო. რას ამბობ? ეგ და მაგარი ხო და რატო უნდა განაახლონ ახლა ეგ თემა? ზოგადად თვითონ გვარამიას ფიგურა არის ძალიან საინტერესო. ის რა თქმა უნდა შევა სატელევიზიო ისტორიაში და არა მარტო. როგორ შეიძლება არხი დაიმსგავსო? ანუ პატრონის რო ძაღლი ემსგავსება ეგევე თემა. როგორ შეიძლება შენი ისტერიულობით, რომელიც რაღაც გარკვეულ პრობლემებს უნდა უქმნიდეს, ხო ადამიანს, ანუ საოცრად ისტერიული ადამიანია. არ ვიცი, სადნო ეძებო ამის წიაღი, მაგრამ ნუ თან ადამიანი, რომელსაც უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი ადეიშვილის ქვეშევრდომი იყო და თუნდაც იმედის кейსი, ის რა თქმა უნდა არ იღებდა გადაწყვეტილებას, მაშინ არ ეკითხებოდნენ, მაგრამ ასრულებდა ძალიან კარგად და შემსრულებელი იყო. ხო, შეუძლებელი იყო, რომ ასე ვთქვათ, არ შეესრულებინა, იმიტომ რომ სისტემის მსახური იყო, სვეპლი ნამდვილად არ იყო მსახური. და მისი ეს ტრანსფორმირება მისი ცუანა ჰიპსტერად გადაკეთება, მისი სურვილი რომ გარდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ადამიანისა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ტელევიზიისა კიდევ რაღაც იყოს კულინარი, შოუ-ბიზნესმენი, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ეს კიდე ცალკე კვლევის საგანია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ტელევიზიის ბრალიც არის ბევრი რამ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ანუ და მე მას ეპიგონები ხო გამოუჩნდნენ კაცო პირველი და ფორმულა ანუ არ ითვლება საერთოდ არაფერში არ წერია. სხვა შორის ფორმულას სასტავი გვევრძვის ჩვენ. რა ახალი გაადრო? არა ეს ადამაშვილი და რაღაცა დიდი სიხარულით აიტაცეს და ნუ არ ვიცი რა უნდა თქვა ამ ტელევიზიაზე. ადრე თუ გვიანის ქეზე რა დათulis იმპულს. რა შეხარჯავს და მიხურავს ახლა. როგორც რაღაც აბეზარ ბუს ისე დააკლავს, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს. არის აბსოლუტური უნიჭობა ადამიანს შეეძლოს მისი აზრით შეეძლოს ტელევიზიის კეთება და მთელი ცხოვრება ტელევიზიაში კონდეს გატარებული და ეგეთი ჩმორობა და
დაჟე ნაცებისთვისაც უინტერესო ტელევიზია გააკეთოს, ხო? ამას მოხერხება უნდა და ეგეთია ეს, კი ბატონო. ხო და მე მგონი რომ ამ შემთხვევაში აი როცა ჩვენ თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ლანდშაფტს ვიხილავთ, იქ მაშინდელი რუსთავი ორის და მთავარის ჭყალებში დამსახურება ისტორიკოსები და სხვები, სოციოლოგები აღწერენ ამას. ძალიან აღწერენ, იმიტომ რომ სხვა შორის სოფლიოში არ მახსენდება ესეთი ტელევიზია. შარლი ებდო, რომელიც არის ურადიკალურესი, რო იყოს მეინსტრიმ. ხო, შარლი ებდო არ ახდენს ესეთ ზეგავლენას ფრანგულ საზოგადოებაზე. შარლი ბეჭდვით იმედია და შარლი ებდო ამჟამად რო იყოს ტელევიზია ნუ რო იყოს ტელევიზია, რა ვიცი. არ ახდენს ესეთ. ეს არის რაღაც ჯერ კიდევ ფრანგული რევოლუციის დროიდან შემორჩენილი ბუნტარების რაღაცა გაერთიანება, ხო? აი, სოფლიოში ეგეთ ტელევიზია, აი CNN-ი, რომელსაც აშკარად ანტიტრამპისტული განწყობები აქვს. მე ვფიქრობ, რომ უდიდესი როლი, ანუ ნაციონალურ მოძრაობა რასაც აკეთებს, იმაზე მეტად დიდი როლი უჭირავს ყოფილ რუსთავერს და მთავარ არხს და მე ესეც ვთვლიდი და თუ გახსოვს ერთმანეთი ხო პრინციპში მაგ ნიშნით გავიცანით მე და შენ შალვა რომ გვარამიას ვოლზე რაღაცებს რომ იმაშებოდი რა ეკამათებოდი და თუ რა ვიცი რაც ქვია თუ აკრიტიკებდი თუ რაც იყო თავიდანვე ეგრე ვთვლიდი რომ ეს იყო არ ვიცი რაღაცა ძალა ტელევიზია რომელიც არ გაცდიდა უბრალოდ რომ შვიდად ყოფილიყავი როცა სიმშვიდე იყო არ გაცდიდა არაფერ და პოლიტიკური პოლარიზაცია რომელსაც ვთვლი რომ ბოდიში დავამთავრებ აი რომელსაც ვთვლი პოლიტიკური პოლარიზაცია რომელსაც ვთვლი რომ ნომერ პირველი პრობლემა არის საქართველოსი რა პოლარიზაცია შენ გავიწყებს ვაფშე ყველაფერს შენ ბაბლს გაქმნევინებს და აი პოსტსიმართლე რაზეც ვლაპარაკობ მაგ პირობებში გაცხოვრებს ეს არის დამსახურება მთავარი არხის იმიტომ რომ მთავარმა არხმა პოლარიზაციას რითი შეუწყო რა ხელი დაყო ხალხი ნაცებად და ქოცებად ოღონდ როგორ დაყო აი ნახე ლაშა ტალახაძე მაგალითად რომელიც არის საქართველოს სახე ხო ყველაზე ძლიერი ადამიანი ხო ანუ პოლიტიკაზე მაღლად ზე პოლიტიკური მოცემულობა ყველასია რა ლაშა ტალახაძესაც ეგრევე ნაძირალა უწოდა იმიტომ რომ რაღაცა პარტიული სიმპათია კი არა უბრალოდ პრემიერთან ქონდა ფოტო გადაღებული ანუ ხვდები ვინც კი ქოცი იყო ყველა როგორ გალანძღა იცი გვარამიამ რომ ქოჭებს დაგიხრიდა არა ვინც ნაცი არ იყო ხო ვინც ნაცი არ ტიპებს შეიძლება საერთოდ არ არის არავის ტიპებს ბლოკავდა იმის გამო რომ რაღაცა ტელევიზია ბლოკავდა ტელევიზია ბლოკავდა და ვიღაცებს ემოგა ხან კოჭების დახვრეტი ხან თქვენს ის მაგრამ მე სხვა რამეს ვიტყვი აი ჩვენ ძალიან ანტინაცისასტავი ვართ და ღიად და პირდაპირ ვამბობთ ამას და ვებრძვით და სადაც ვიჭერთ იქ რაღაცებს უშვებით მაგრამ როგორც ყოველთვის 21 საუკუნეში და ყველგან ფორმას უფრო მეტი შინაარსი აქვს ვიდრე შინაარს მე გეი ბატონო ის ფორმა რა ფორმითაც ეს არხი ამებს აკეთებდა და ნუ მე რეტევებული დაემატა ის სრულიად ვულგარული სიგიჟე გულის რწყევის შეგრძნებას რო იწევს ის სპეკულაციები ხამობა არ ვიცი აი ყოველ დღე რაღაცა ლაშა ტალახაძე სიტყვაზე აი ეგეთი ტიპი თქვა ნაცებთან რო დადგეს გავანძღავ შენ არ გავას როგორც მოვეკეცით ისე იქნებოდა რა ბუბა ჩვენ არ მოგეწონა ბუბა კიკაბიძის საქციელი მე მაგალითად ბუბა არ გამილანძღავს არა გამილანძღვა არა ვაფშე ბაბოს არ მოგწონს არ მოგწონს და რა მე არაფერი არ მითხოვს პირიქით მეთქი პატივს მის ასაკს რა აქცენტი არ გავაუქმეთ რომ ბუბა დამთავრდა ჩვენ მიმინოს აღარ ნახავ იმიტომ რომ ნაცების პირველი ნომერი გასის რომ მიმინოსს რომ გამისწორდება კიდევაც და მაგის პერფორმანსს გამზა მაგის სიმღერასაც მოусმენ ჩვენ პირიქით იმას ვამბობთ დაჟე რომ ბუბა დასაცავია ნაცების აი მაგას ვამბობ ხო და ეხა ბუბა არა განსხვავება ეს არის მაგრამ რასაც ესენი იკადრებენ მე ძალიან ღრმა დიდი და ღრმაც მენა მაქვს რომ ვერც ერთი სხვა ვერ იკადრებს ანუ იქ თავი შეიყარა იქ თავი მოიყარა ყველაფრის მკადრებელთა სასტავ აი ვინც მუშაობს დაუშვათ ნოდარა მელაძის ქვეშ აი უგოიმესი ადამიანის ხო აი სუპერკაჯის რომელსაც აი ხო ხდები მარც ურებაც არ გიდა შეხებაც არ გიდა რომ დაგსვეს და ისეთ რაღაცებს აკეთებს იქ არის ეგეთ ხალხი მეორე არ არის. ანუ რაც არის ეს სასტავი საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში იქ მივიდა. ანუ თავისუფლად შეიძლება უყურო ამათ ნაწარმოებს, უყურო მათი შეფის სიგიჟებს, რომ აი თქვენ სისხლს დაავლებ და კოჭებს დაგიხრიტავთ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის რა.
რაჭის გულისთვის მე ხელს გამოვღადრავთ და რისი გამომღადრავი არის და კიდევ ერთხელ ვამბობ ხალხო ბიჭო ეგ ინა ტელევიზიიდან აი ვაფშე სხვა ფსიქოლოგიას აყალიბებს რა ტიპი რო ბლატა ჩაგიფსით ღვინოში და ბორჯომში? ხო ჩაგიფსით დედის გინება გაჭრილი პირდაპირ გინ ტელეეთერიდან გინ Facebook-იდან და თან რა არის ცირო ტიპი ხუთკაციანი დაცვით დადის ანუ ტიპი არ არსებობს ანუ ეგ ცალკე კომედიური ეს რაღაცა გიჟია ეგ ტრაგედია კომედია იგინება მოდით კოჭებს და დადის შიშარა ტიპი დადის ხუთკაციანი მაგრამ ეხლა მე ყოველთვის რას წარმოვიდგენ ხოლმე იცი აი მაგალითად ბაბუა ჩემი რომელიც არის ესეთი რა თანმიმდევრულად ძალიან მკაცრად კონსერვატიული განწყობების მქონე ადამიანი ის რო ისმენს გვარამიას ამ გინებებს კაც გული გამოსკდება რა ვაფშე გიждდება იქ რომლისთვისაც ტელევიზიით მანამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი აბა რა ხო და მანამდე რა ჯერ კიდე რუსთავი ორი რო იყო იმას დაუძახა ხელოსანს თავის ნაცნობია და ისო რუსთავი ორი გამითიშეო ტელევიზიიდან და საერთოდ რა ტელევიზორიდან და საერთოდ გამითიშეო რომ არხს ვეღარ პოულობდეო და იმან არ ვიციო მე ეგრე როგორ ითიშება თავდასხმა ცერცვაზეზე მე Facebook-ს ვაკეთებ ჩვენ და Facebook-ში ქონდა ამონარიდები ნაც აქტივისტების გამონათქვამებისა როცა გავრცელდა ამბავი ცერცვაზეს დაემართა ცერცვაზის ინფიცირების ამბავი რომ გავრცელდა გვინდოდა ამის გაშვება რომ მათი სახე გვეჩვენებინა ხალხისთვის და ბატონი ცერცვაძე ხა კარგად არის ღმერთმა კარგად ამყოფოს მაშინ არისო კარგად და უბრალოდ მოგვერიდა რა არ შეიძლება ამის გაკეთება რა ხო მე ნახე და სწორია რო არ გაიგე არ შეიძლება იმიტომ რომ მე ეგეთი მაშინ ავადმყოფი ადამიანის დაავადებული მაშინ კონდეს კორონა და ხანში შესული ადამიანის მიმართ ასეთი სიძულვილი არ ვიცი ამას რა დავარქვა რა ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი ვინც არ უნდა იყოს ეგრე გძული თან ვინც არ უნდა იყოს ადამიანი რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს თითოეულ იმიტომ პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს მისი ამ თენგის ცერცვაძეს არ ვიცი ჰაბიტუს რო შეხედავ მის სოციალურ ჰაბიტუს ადამიანი რომ იმას გელაპარაკება რომ მე პაციენტთან შეხონია მასთან საუბარი კი მე ინტერვიუც ქონდა და მე პირად საუბრებს პაციენტთან არ შევდივარო ნიღბით, იმიტომ რომ არ ეგონოსო რომ რაღაც ისეთი ჭირსო, რომელსაც მე ვერიდები. ანუ კაცი არის როგორც იცი, ბუნებით მეცნიერი, ოღონდ ძალიან ეთიკური მეცნიერი და ძალიან ეთიკური ექიმი რა. აი მართლა რა, მე მაგრამ მიყვარს, ძალიან მევასება რა, ცერცოს და ეგეთი ჰაბიტუსის მქონე ადამიანზე რო ლაპარაკობ რა, რომლის არც მიზანი ის არ არის, არც გამდიდრება, არც ის და ამაზე რო ლაპარაკობ, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, რომ არ ვიცი, მეც არ მინდა რა გავიმეორო ეგენი. რასაც წერდა. ფორმულაში მისულა ცერცვაძე. ხო. და არ ვიცი, ფორმულა როგორ მიიღო ის და დაუშვა ის უაზრო დაუსვა თუ არა ის უაზრო სულელური კითხვები, რაც რემდესივირზე, ხო? თან მიყრილი ნაცები სვავენ ხოლმე, ხო? და ნუ აი ამბობს, რომ ჩვენ ფაუჩისთან აგვაქვს პირდაპირი კონტაქტია. ხო. და ფაუჩი იწონებს ჩვენს ტაქტიკას. კლინიკური მართვის პრინციპებს. კი. ფაუჩი. ანუ ამას ჯაფარ არ ამბობდა იტყუებაო მაგებსო? არა. ამერიკანთან კომუნიკაციასო? ჩვენ რა უნდა ვასწავლოთ ამერიკას, რაღაც ეგეთ თემა არისო? ჯერ კიდე როცა გქონდა ძალიან ინფიცირებულთა ძალიან დაბალი რიცხვი, თუ გახსოვთ, მაშინ რას ამბობდნენ? პირველი რომ სტატისტიკას აყალბებენო, ქართველებიო. არა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკონტროლებს მაგის მონიტორინგს, როგორ გავაყალბებთ, ხო? მე ფულსიხთიან რომ ბევრი გამოაჩინონ. ხო, მე ფულსიხთიან, გახსოვთ? არა, ნუ აი, ვაფშე იცით რა არის, მე მაყურებლებს ეგეთ რამეს ვეთქვი, რომ მე აი კოვიდზე პროსტა არ უნდა უყუროთ რა სხვა არხებს რა. პროსტა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს ეგეთი დაზაფრვა და ეგეთი ეგრე გინდოდეს შენი ქვეყანა რომ ცუდ მდგომარეობაში იყოს უყურებთ პოლიტიკურ ძალას მიტინგს პოლიტიკური ძალის რომელსაც ხარს უჭერს კი არა და რომლის პრეს-ცენტრი არის ნაცები გაერთიანებული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ნაცები გვარამი გამოდის ის კონდრისკაცი არა სიმაღლით ვამბობ არამედ თავის სულიერ მდგომარეობაში გაქანებით და ეგზისტენციით კონდრისკაცი მწვენია კიდეც რომ ვამბობ მაგრამ ლიდერია ეს ჯელალ ქიქავა და ამბობს რომ ფეხებზე მკიდია კორონა და ეს ტირაჟირდება მიდის კაცო აგერ უყურებს და ამას უყურებს მომხრე ვიღაცა ფეხებზე კიდია ეს კიკოძე თუ კიკაძე ჯელალი მაგრამ ვიღაცა ხო არის რომ აბა ეს ეთქვა პარტიის ხაზია
და მთავარი ესე ფიქრობს რა, ძალიან ბევრი სხვა შორის და ფეხებზე იყიდებს რა. და ბელადი იძახის რომ მიშამ უთხრა, ანუ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, აი ეგ არის ძალიან მაგარი ეს არგუმენტი. ჩვენ გიორგი გაბუნიას რო ქონდა კოვიდი, ხო? და რო უნახე გიორგიმ რომ მომიყვა რომ მეო ძალიან მარტივ ფორმებში გადავიტანეო და ვისაც ჩემ ოჯახის წევრებს ვისაც შევხვდო ძალიან მარტივ ფორმებში გადავიტანეთო აი იმ მომენტში რა როგორი განწყობა შემექმნა იცი რომ აი მეთქი რაღაცა მარტივი პოსტივის გიორგი გაბუნიას პოსტივის გიორგი გაბუნიას ხო რა თქმა უნდა ხო და ესე იგი აქეთ მიშა შენი აიდოლი რო გეუბნება რომ მე მქონდა ვირუსი და ეს არაფერი არ არის გახვალ აბა რას იზავ ვიღაც სექტანტი რომელსაც ვაფშე აზროვნება გათიშული აქვს სამყაროს ლიმიტები არის მიშა ანუ თავის სამყაროს ლიმიტი აზროვნების ლიმიტი არის მიშა რა არა აზროვნების აქტი არ ხორციელდება მის თავში რა მიშა იტყვის ეს იმეორებს ეკოა რა პატარა და აბა რა მიშა რო გეტყვის კოვიდი მქონდა გახვალ რატო არ გახვალ ხომ იმიტომ ბიჭ განწყობაზე და რა ემოციური მიმართებით იქნება მაგას ძალიან დიდი მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა კოვიდთან მიმართებაში იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ერთ საერთო მეგობარია რომელსაც ველაპარაკე და რომელმაც მოიხადა კოვიდი და რომელსაც ძალიან მძიმე ფორმებში დარჩენილი გართულებები ტახიკარდია აქვს უძილობა აქვს და ნუ ძალიან ცუდად ვარ რა სისუსტე და ნუ ეგრევე დავიზმენდი ანუ ისე დავიზმენდი რომ მეთქი ახლა სკაფანდრით გავალაწე თუ მარტო ნიღბით და იმით სანიტაიზერით დავდივარ ახლა ვაფშე სკაფანდრით უნდა გავიდე მე რეკაგრას მოვედი აქ და შევხვდე გაბუნია და ჯიმი ჩვენი ესენი და მაგას მომიყოს რომ ორივემ ძალიან მარტივად ანუ ეგრევე შემეცვალა ანუ ეგრევე განწყობა შემეცვალა ეგრევე ნუ ბიჭო არ მე გეუბნები განწყობას აქვს გინდა თუ არა ადამიანი ეგრევე არ არის ყველა ეგეთი განწყობარია ხელკანიანი ადამიანები რომლებსაც რაღაც გადაწყვეტილი აქვს რომ უნდა დაიცვან წესები და ისიც იციან რომ ზოგზე ესე მოქმედებს ზოგზე ისე მე იმას ამბობ რომ მაგის წესის დაცვის არა მაგას როგორ შეცვლიდი მაგრამ განწყობის თემა ემოციური განწყობის არა ბიჭო ეგ როგორ არის იცი შენ ხო იმის მდგომარეობა არის რა სჭირდა იმას და რამე გართულება რატომ მისცა გართულება რატომ მისცა ეს ხო არის ანუ რა თამდევი დაავადება არა აქვს არაფერი ნუ შენ არ იცი ხო არ მათქვა არა არ იცი ხო ამას ყველაფერს თავის მიზეზი აქვს ხო შენ ხო არ თითოეულ кейს მარტოს დაგიდები და თითოეულ кейს ხო არ ჩაყვები აქვს მნიშვნელობა ბაჩო და ვირუსის კონცენტრაციას აქვს მნიშვნელობა. ძეველია თუ არა, როგორ ცხოვრობს, როგორ იკვებება, იმუნური სისტემა როგორია. კონცენტრაცია რამდენი ჩაისუნთქე როგორ და იმუნური სისტემა როგორია. სხვათა შორის ვირუსის კონცენტრაცია ყველაზე მაღალი ეგეთ პირობებში ხდება ჯიმებში, ან ზუსტად სავარჯიშო დარბაზებში, იმიტომ რომ მანდ სწრაფი სუნთქვა ხდება, პირი უმეტესად ღიაა და ამოსუნთქული ჰაერი, ანუ თავარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი არის და ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებში ნახავთ. აი ხა ერთი ამბავი რო ატეხეს რა. მოკლედ, ეხლა რა რეგულაციებიც არის ესენი რომ ჩვენ ზედმიწევნით დავიცვათ და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ დასაწყისში როდესაც შემოვიდა ეს რეგულაცია რომ ჩვენ გარეთაც პირბადე უნდა გვეკეთოს და ჯარიმები და ასე შემდეგ მე ვაკვირდებოდი ხოლმე რა ქუჩაში ხალხს და აშკარად წესების დარღვევით ეკეთათ პირბადე. ეხლა ვაფშე ყველას უკეთია თითქმის ვაფშე ანუ მე ძალიან იშვიათად რო ტიპი ნახო და არის რაღაც თურმე მართლმსრიგის ოფიცერი თუ რაღაც ვიღაც დადის დღეს ალაბარში მომიწია მე ყოფნა ბანკომატთან საერთოდ სხვა ფორმაცია და უსწორებს ადამიანებს რომ პირბადე გაისწოროთ ანუ ამის სპეციალური სამსახურია თურმე ეგ არც ვიცოდი მე ხო და რატო არის ეს ამდენი მე დარწმუნებული ვარ ამდენი იმიტომ არის რომ აი ეს პოლიტიკური კამპანია, რომელიც სულ ახლა ხანს მორჩა, რამდენი ხანია უკვე? რამდენი ხანია რაც მორჩა? ძალიან ერთი თვე რაც მორჩა, ხო? მაგრამ რა მორჩა კაცო ერთი თვის πριν დაიწყო მიტინგები? დაიწყო. ბოლო მიტინგი როდის იყო? 2 კვირის წინ. ეხლა იყო ამის, რა მორჩა არის მორჩა. აი ეს აძლევდა საკვებს აი ამ. მე მახსოვს შენ მოიძახდა კაცო. რა ფეხებზე არ მკიდიაო კაცო შეზღუდვებიო? იმიტომ რომ კამპანია შეზღუდვების დროს არ გამოვდა კამპანია უფრო შეზღუდვები სულის დაავადებას ჯობია ფიზიკურად ხელ დაგიავადდა ბიჭო ეგ იყო არ ვიცი ფაშიზმი აი ნაციზმის ფაშიზმის სახელმძღვანელო რომ ძლიერები გადარჩებიან აი მაგ პრინციპით რა მოკლედ ნაც კლასტერი თავისი ჯანაძე ჩერგოიანი ყველაფრიან ასხივებდა პირდაპირ აი ესე პირდაპირ პლაკატი ქონდა დიდი ბანერი გაკრული რომ კოვიდი არაფერია დაიკიდეთ კოვიდი არც პირბადეს ვატარებ, მე მახსოვს კაცო თახნიშვილის პოსტი. პედვარეს არ ვატარ, პირბადეს არ ვატარ და არ ვემორჩილები კანონს, წესებსო. თახნიშვილი. რატო?
რებელია ბიჭო, რებელია, თავარი ჟურნალისტი რო იყო? დაემართო. იმას კენითო, უკან გაიკეთეთ თქვენი ეგ. ეგ და მაგარი. ოღონდ თვითონ საშვირო ქონდა. ხო და 3 დღის მერე რო დაუდასტურდა. და მერე რო წერდა რომ აი სახელმწიფო ის არისო ურეკავთ 12-ში. ეგ პირველი ექსპერიმენტი ძალიან მაგარი ექსპერიმენტი. ხო, ყველა ექსპერიმენტია. ოღონდ სახელმწიფო დაადანაშაულონ, ოღონდ სახელმწიფოს რამე უპოვონ და მაგასაც ვერ აკეთებენ კარგად. მაგასაც ვერ ჩალიჩობენ, იმიტომ რომ სულ მუდმივად რაღაც პრობლემებში ხვდებიან. აი ხა ჩვენ დავრეკავთ და აგერ ნახეთ თუ რა. ბიჭო, რაღაცები ხო არის, რომელიც ზეპარტიულია და ზეპოლიტიკურია, რას გულის? არაფერი არ არის, რას გულის, ხო, ვიცი, მაგალითად. ხო, რაღაცა ომი, რაღაცა საქვეყნო საქმე რაც არის რა. მათთვის არა. რა ვირუსი ხო მეც იგივენაირად მერჩის, როგორც შენ და როგორც სხვა რაღაცა პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანს. ანუ ამაზე ხო უნდა გავერთიანდეთ, ამაზე ხო ცალსახა არის პასუხი, რომ ამაზე მთელიერი უნდა იყოს გაერთიანებული. რა თქმა უნდა, თუ რამე ის არის, რა ქვია, ხარვეზია, უნდა ვილაპარაკოთ მაგაზე და ჩვენც ვისაუბრებთ და აბა როგორ ეგ ჯამრთელი პროცესი უნდა იყოს. უბრალოდ, როდესაც შენ გეტყობა, რომ შენი მიზანი არა რაიმე ხარვეზის გამოკვეთა არის და იმის აღწერა, არამედ შენი მიზანია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ყველანაირად სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინო, როგორც არ უნდა მოიქცეს. ამას გააკეთებს იტყვი, რომ ესე რატოქნა, იმას გააკეთებს იტყვი, რომ ისე რატოქნა რა. ამიტომ ხო რა, ის იგავარაკი რო არის, ხო იცი, ცალთვალა მეფეზე. ხო რა. ეგეთი მოთხოვნა აქვთ რა თითქოს. ხო და ეხლა როგორ გინდა კაცო ამათ მოთხოვნებს ხო არ გადავყვებით ჩვენ პრობლემები გვაქვს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მოსაგვარებელი და ვისაც შეგიძლიათ ნაკლებად უყურეთ მაგ არხებს რა. ეგ არის გამოსავალი. ამ ეტაპზე მეტი არ შეგვიძლია გირჩიოთ. სხვა შორის რაღაცა გარკვეულ დრამატულ კვანძის გახსნამდე მიდის სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ეხლა ჩაიძირება წინა საახალწლო და პოსტსაახალწლო რაღაც გარკვეულ ერთთვიან არდადეგებში, ისედაც არდადეგები არის გამოცხადებული და ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი, რომელიც ძალიან მალე უნდა გაწდეს იქ და კვირაში, ხო? ეს რაღაცნაირად დააჩქარებს მათ შორის ვირუსის თემასაც. როგორც ჩანს, ძალიან მაგრად უჭირავს მიშას და ბოკერიას, რომელიც მიშას მოკავშირე აღმოჩნდა, ეს პატარა პარტიები. ძალიან მაგრად. და დესტრუქციის გზაზე მიდიან, იმიტომ რომ ფეხებზე კიდე ახლა ბოკერი არ შედის ისედაც, კრახი განიცადა და ნუ რამდენი კაცი შედის 3 თუ 4, ხო? რომელშიც თვითონ არ არის. და არც მისი ასე თქვათ, თუ ეხა ფეხით დაუწვევიან და თავისუფლებენ გზას, შევა კი ბატონო, ხო? ხო, პირველ ხელში არ არის რომ შევიდეს. სიით არ ეკუთვნის. არა, მან ხო რაღაცა ისა ფორმულა, რომ აი ლიდერი ყოველთვის მართალია სტემიდან, ხო? მაგათ ხო აქვთ ეგეთი. ხო შეიძლება შესწირონ, ხო, ადგილები ბელადის იქ მოხვედას, მაგრამ ჯერჯერობით ეხლა რა თქმა უნდა, ისინი ინარჩუნებენ რაღაც ერთობის, თქვათ, ილუზიას, მაგრამ ერთ კვირაში, იქითა კვირას ეს ყველაფერი გადაწყდება და მათ შორის ბევრი რამ ამ ვირუსზეც გადაწყდება, იმიტომ რომ პოლიტიკური ვითარება პირდაპირ ბმაშია ვირუსის ამბავთან. პირდაპირ, იმიტომ რომ არავინ არ იცის მაგალითად თუნდაც არახანმხმრავალი 1000 კაციანი რაღაცა აქცია იქნება თუ არა პარლამენტის თომის პირველ დღეს. ლოგიკურად ხო უნდა გქონდეთ რაღაცა ხო უნდა გააკეთონ. სირცხვილის დერეფანი მაგალითად. 1000 კაცის თამოყრა ხო შეუძლიათ ალბათ. თუ ალბათ აღარ შეუძლიათ. აუ ეგ არ ვიცი, მაგრამ მაგაზეც უნდა იყოს რეგულაცია რა. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იქ ხალხს მიიყვანენ, რა პირბადე, რა დისტანცია, იქციც შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? ხო და ამ შემთხვევაში კიდე სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერად. არა, ეგ საკეთება. შო, რა ჩვენ ძალიან დიდი ხანი უყურებდით რა და შეიძლება ითქვას, რომ აი ყველანი ერთად ვეფერებოდით რა 2012 წლიდან მე მგონი. არა გამოსწორდებია. შენ იცი რა ხდება პარლამენტთან რამოდენიმე ვიცი კი 15 კაცი თუ 20 არ ვიცი. ორი კარავი რო აქვთ. ორი კარავი. დაცემული. ჯგუფი არის 10-15. მაგრამ მედია გამოსცემს რომ თბილისი ის კარვების ქალაქად გადაიქცა კი. ხო, ნუ ლეგიონია შეკრებილი. ხო, აი იმ კარავში მისვლა, მოსვლა არის თუ არა იქ დაცული. კარავი შენ წარმოგვიდგენია როგორი ბუდია ინფექციის გადაცემის. კარავში ვერ დაждები ნიღბით დიდხანს, ხო?
ანუ ის კარავი რატომ ღამეს ათენებენ იქა? მე აი მაგისთვის რომ გადმოსცემ ბაჩომრას თქვა ეგ რომ კარავების ქალაქად გადააქციეს. შეშის მიტანას რო აპირებდნენ გაზაფხობად, ესე პირდაპირ პარლამენტის წინ, რომელი ქვეყნის პარლამენტის წინ მიატანებენ შეშას. ჯერჯერობით კარავს კაი ჯანდაბას, მაგრამ შეშის დანთება რაღაცა, ეს ყველაფერი ხო მინიმუმ უსაფრთხო არ არის ვირუსის კუთხით, ხო? ჩემზე კარგად მოგხსენება. და აი ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, დაიწრიდოს. აუცილებლად რა აღარ არის დრო იმ დრო აღარ არის დრო ჩვენ და რო ეკითხები ბიჭო, აი ესენი რაღაც სტატუსებს წერ, ყველას უნდა შესვლა. ოღონდ ჩერესცენკა ბაზრობენ რა, აი თვითონვე ვერ ამ, მაგრამ აი ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი ამ იმპულსებს უშვებენ. ხო, აი გირჩი რაღაცა ღირსეულად გვინდა შევიდეთ და რაღაცებს გიჯობენ, ხო? სრულად, მათ შორის გირჩს მაგარი აგლში მოვიდა იმ იაგოს, კაი ბიჭია ძალიან, მაგრამ კაი ბიჭი რა მომწონს, მაგრამ ის არასწორად დაწერა. არ მე არც უარყოფს შალვა და ეგეთი რამე არ შეიძლება ეგ მაგარი. მაგარი. პედოფილიაზე? ხო, მე იროვნულად ხო ისე ჩესნად რო ვთქვა. ეგ სასტავი აი რატო შეიძლება ისე ოდნავ პატივსცემდე რომ არაპოპულარულ რაღაცებს იძახიან, არ გაუგიან მაგას, მაგრამ ამას ძალიან გაიქცე ხე ეგ არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში და მით უმეტეს რომ სკოლის გახსნას აპირებდნენ თუ გახსოვს. სკოლა ეგ როგორ შეიძლება ეხა ეგეთი რა ეგ არ მოსულა არსად. დაექსა თუ კაი. მაგრამ ამათაც უნდა შესვლა. ხაზარაძე იმას რომ უნდა შესვლა, ეგეც ვიცით. მოკლედ მე მის თქმა მინდა რომ ყველაფერი გაირკვევა მომავალ კვირას და ქუჩაში ესენი როგორ დარჩებიან არ ვიცი, მაგრამ ქუჩა მათთვის არის სიკვდილი, იმიტომ რომ პოლიტიკური სიკვდილი, იმიტომ რომ ვერ არტიკულირებენ რას ელოდებიან, რა ზეწოლა იქნება. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ერთპარტიული პარლამენტის შექმნის უფრო მძიმე ვითარებას, ეკონომიკა ჩამოიქცევა, პოლიტიკური კრიზისი, ოღონდ ოპოზიციაშია პოლიტიკური კრიზისი და არა ხელისუფლებაში. პოლიტიკური კრიზისი მიიღავს ეკონომიკურ კრიზისამდე, კოვიდით მოკლავს ყველას და გამძვინვარებული მშიერი ხალხი გამოვარდება ფიცლებით და მოკლავს ყველა ოცნების, ასე ვთქვათ, წევრს. აი ეს რა გეგმარი? აი სერიოზული ხალხი ზის. ეს ხაზარაძეს ხო ფული იშოვა. ისე ეს გაერთიანდა. ეს ხაზარაძე ეს ეგეთი რა ქვია მამუკა, ხო? ბატონო მამუკა, აი ესეთი ბიზნეს გეგმით რომ მოსულიყო ვიღაცა ბანკში. სელს მის როგორი აი როგორი და როგორ რამეს ვიზავთ რა. როგორ აპირებთ წარმატების მიღწევას? არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მე არ დაგვიწერენ იმას და ვიტყვით რომ გაგვიყალბეს, დავრჩებით ქუჩაში, ნუ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ არ აყვავს ხალხი, რომელიც მიტინგებს და მანიფესტაციებს მოაწყობენ, დასავლეთი თავზე დაგვაკუკავს სულ ყოველ დღე დაგვაკუკავენ პირდაპირ ვეთქვიან შეეტრიეთო ჩვენ მაინც ერთობას მიშასთან შევინარჩუნებთ და მერე დაველოდებით და გაზაფხულზე როცა იქნება ეკონომიკური სიდოხჭირე დედაეტირება ყველაფერს და მე წარმოგიდგენია ღმერთთან უკრას მაგრამ ბიზნეს რა მოუვა ბანკებს რა მოუვა ამ დროს შეხო ხვდები რა აპოკალიფსს ელოდებიან ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ რა პირობებში უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში უკვე თუნდაც მაგათ აოხრებულ ქვეყანაში ესე გონიათ რა რო აი იქნება აპოკალიფსი, რასაც ეს ამბობს, კაკო ბობოხიძე ბიჭო, ფულიანი ის ჯაფარიძე, ფულიანი ტიპია ის ხაზარაძე. რა შეგონია მძიმე არ არის გირჩთან, კაკო ბობოხიძე და ვიღაცებთან ერთად ლაპარაკი მათსა. ვაფშე სხვა ხალხია გესმის? ეგეთ ხალხს არ იცნობენ. გამარჯვებას არ ეუბნებიან ეგეთ ხალხს. ეგეთ ტიპები ვიცი მე ეგეთი პროცეგენია. კაკო ბობოხიძე ეხა იმას რომ ამბობ. კაკო ბობოხიძე იაგოსო იაღლიში მოუვიდა, კაკოს რომ მოუვიდა, ეგეთ ახალგაზრდები რევოლუციას მოაწყდა, სამოქალაქო ომს დაიწყება. დახოცეთ ერთმანეთი. ო, სამოქალაქო ომი დაიწყება. ჩვენო დაუბერდითო და აბა მიდიხოცეთ. ანუ გეგმა ის არის რომ გავჩერდებით კი ბატონო, იმიტომ რომ არც ქუჩის ტრაკი არ გვაქვს, არც დასავლეთის ტრაკი არ გვაქვს, ვიქნებით ჩუბა წნარად, მაგრამ ვითარება ისე დამძიმდება, ხალხი ისე დაიმშევა, რომ ფიცლებით გამოყრიან იმას რა ქვია. და ჩვენ მოვალთ. ეს რა გეგმა არის? ის რომ რაღაც გააცემა, რომ საზარელი გააცემა, ზოლურს თავი როზე გახსოვს, იდეა, შანსი და ფული თუ რაღაც. იდეა, ფული და ერთი შანსი. ხო, ანუ იმენაც ვერჩი მანდ გასაშვები ისაა რა ეს. მამუკადება ადრე უნდა მისულიყვნენ. ბენდიფტე დააფინანსებდა. არა, ნახე, მან როგორ არის რა საქმე. რამენაირად და ისე რომ დაჯდეს, რომ ეს ოპოზიცია რა მაგალითად არ ვიცი
სტრატეგია აღმაშენებელი გირჩი, ლელო და რამოდენიმე ესეთი ალეკო ხო რა შედარებით ცოტა აი ადეკვატურ არასექტანტი პარტიები რომ შევიდნენ მაგაზე კაი რა იქნება და ესენი დარჩნენ გარეთ if რა სიტყვით ხო და იმათ არც არავინ გააკრიტიკებს პირიქით დაწესებაზე მოხდა ხო ისე მოხდება ესენი არა ალეკობთან გიჩმა არა იყო ფული პირველები გაიქცნენ აუ ხუთ მოგლეჯილები გაიქცნენ ფულზე რასაუბრა ისინი ეუბნებოდნენ რომ ბიჭო ეგ რა ბოიკოტიაო ჩვენ ნაცები იზავენ მაგას იმიტომ ჩვენ შალვა გაიქცა ბოლომდე სექტა შალვაც ხო მაგრამ ლელო იყო ძალიან მაგრამ მომგავთ ჩვენ გვაქვს იმდა რესურსიო რომ ეგ ფული არ დაგჭირდეს და მაინც რო გააკეთოს განაცხადი ო რასაო კაცო ეგ ბანკირული თემაა კაპეიკა რუბლი ბირიჟოთ ესეთი რუსული გამოთქმა მეგობრებო ჩვენ ხვალ გვექნება დიდი გადაცემა რამე სიუჟეტი არ არის ვეჟი უსვეჟესი სიუჟეტები მათ შორის მელიაზე გვექნება ოღონდ კარგია რომელ მელიაზე ამას მელიები არიან ორნი არიან მელიები ერთ-ერთზე ო ეს უკვე სერიოზული გაიჩნდა სასპენსი ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება ჯანდაცვაზეც ვისაუბრებ ძალიან კომპეტენტურ ხალხთან და იმედი გვაქვს რომ ამ არხიდან როგორც ყოველთვის თქვენს გაიგებთ ინფორმაციას რომელიც არ არის იმიტომ გადმოცემული რომ აქ მოხდეს არეულობა ყველა სიტყვა რომელიც ითქმება ეგრეთ წოდებულ თავარში ეგრეთ წოდებულ TV პირველში და რაღაცა ფორმულაში ყველა სიტყვა და ყველა კადრი არის მოწოდებული იმისკენ რომ აი ეხლა დაიწყოს არეულობა ეხლა დაიწყოს ბაბშე ყველაფერი აი ყველაფერი ფილმები პროგნოზიც მაგიტო ფილმები მართლა ეგრეა თურქული სერიალი რომელსაც ჰქონდა სხვა სათაური გადათარგმნეს როგორც ოცნების დასასრულად ოღონდ არ იყო ორიგინალში ეგრე ფილმებიც და ამის სხვა რაღაც არის თქვენ წარმოიდგინეთ ნეკროლოგებიც კი არის ისე გაკეთებული ამ არხებზე თან ერთ ტექსტით რომ ყველაფერი არის რევოლუციისგან მიზანსტრაფული რომ თურმე კობა დავითაშვილი რომელმაც ამდენი წელი პოლიტიკაში იღვაწა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა ძალიან ბევრი რამით გვახსოვს კობა უამრავი რამით ახლა უნდა იდიოტი იყოთ რომ თუ ამ სფეროში ხარ და არ იცოდე კობას რეები აქვს აკეთებული პირველ რიგში მიშასთან და ნაცებთან დაპირისპირებით და არა მარტო კაცო მიშას დროსაც პენსიების მომატება სასამართლოებში თუ გახსოვს რითაც მიშამ ძალიან დიდი რეიტინგი აიღო გაყინული პენსიების დაბრუნება სასამართლოებში იჩივლეს და კობა იყო ადვოკატი პენსიონერების იჩივლეს სასამართლოებში არ მახსოვს შევანაძის ხელისუფლება ვერ აძლევდა პენსიებს ერთი წლის განმავლობაში პენსიები გაყინული პენსია და კობა დავითაშვილმა მოიფიქრა ესეთი რამ რომ წასულიყო და სასამართლოში ედავა და სასამართლო განაჩენით ბიუჯეტიდან აიღო ეს თანხა და მოიგო ხა ძალიან მარტივი იყო ვერ წააგებდა იმ პროცესს იმიტომ რომ ის იმდენ აშკარა იყო რომ კანონი ირღვეოდა და მოიგო ეს პროცესები და ძალიან დიდი პლუსი ჩაიწერა მაშინ სააკაშვილმა და მე უამრავი მაგარი რაღაცაა გაკეთებული მოიხსენიო როგორც ოცნებასთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი ნუ ეს ხვალ გვექნება ეს ჩვენ ყველანი გემშვიდობებით სამივე მე გემშვიდობებით ხვალამდე თქვენ მეგობრებო ორშაბათს იქნება მედია ბლოგიც ინტერნეტში კოდს და იგუშამ დადო ბლოგი თუ კი დაიდა კი მაგრამ ჩემ ბლოგზე ვამბობ ვაანონსებ აი ბლოგია ვაპირებ რომ კაი ბლოგესია ჩვენ ნიკუშას გავაკეთებინეთ თვითონ გააკეთა ბლოგი ქობულაძეს იმ სიგიჟეზე რასაც ფროლაბ თავაზობს მაგ თემას ჩვენ არ მოვეშვებით რა თქმა უნდა პერიოდულად ძალიან შეგვაჩვიეს ენა და საბოლოოდ წერტილს დაუსვათ მაგ ფეიკების დაწესებულებას იმიტომ რომ სიგიჟეებს იზახიან და ნაცსოცმედიას ფლაგმანები არიან ეგენი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად მადლობა ყურადღებისთვის.